მოგესალმებით საღამომშვიდობისა მეგობრებო. არც თუ ისე კარგი ამბავი მინდა გამცნოთ. დღეს გაიჩითა ვიდეოები. ჯერ პირველი ვიდეო იყო რობოტი რო გარბის და უსეინ ბოლტზე სწრაფად რო გარბის და მერე იმტრევა. და მეორე ვიდეო წეღან ნახე. ესე იგი რინგზე იბრძვიან ერთმანეთთან ეს ორი რობოტი. ჩინეთში ხდება თუ არ ვცდები ეს ყველაფერი რა. ხო და ჩემი აზრით ყურადსაღებია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ კარგს არაფერს მოასწავებს რა. ამის შემდეგ დიდი ალბათობით ჯარებშიც გამოიყენებენ ამ რობოტებს და არ ვიცი როგორ გაგრძელდება, კარგი პირი არ უჩანს ყოველ შემთხვევაში ამ ყველაფერს რა, იმიტომ რომ ძლიერნი ამასოფლისანი, რა თქმა უნდა, სათავისოდ გამოიყენებენ რობოტებს. რა ვიცი. რაც ფანტასტიკურ ფილმებში ხდებოდა ხოლმე, მე მგონი ნელ-ნელა კი არა ჩქარ-ჩქარა გვიახლოვდება და რა მე მგონი სიფრთხილე გვჭირდება, მაგრამ ჩვენ უბრალო ადამიანებს რა შეგვიძლია მაგასაც ვერ ხვდები, ანუ რა უნდა გავაკეთოთ, რითი უნდა შევებრძოლოთ ამ რობოტიზაციას, ასე არა ვერ ხვდები რა. ხო და თქვენ რა აზრის ხართ ნეტა? ხო და ვისაც გიხარიათ ეს ამბები? არ ვიცი. ჩემი აზრით ჯობია რომ ტვინი გამოირეცხოთ ცოტა. იმიტომ რომ კარგი არაფერი მოყვება ამ ყველაფერს. და ზოგადად ტექნიკა ვითარდება, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანების გონება ჩლუნგდება. ამაზე მეტყველებს TikTok-ი. შედით TikTok-ზე, ვისაც არ გჯერათ ჩემი სიტყვები და ნახეთ ხალხი რა დღეშია. როგორ იმაიმუნებენ თავებს ზრდასრული ადამიანები, როგორ აგინებენ ერთმანეთს, როგორ წყევლიან ერთმანეთს. აი ჩვეულებრივი სატირა არის რა. ტრაგიკომედია ხდება მთელი TikTok-ის ქართული, ყოველ შემთხვევაში ქართულ TikTok-ზე ვსაუბრობ, მე სხვა ქვეყნების TikTok-ზე ვერაფერს ვერ ვეტყვი, რაც არ ვიცი, მაგრამ ბავშვები ზრდასრულები და მხცოვანები. ყველანაირი ტიპის ხალხი არის ჩართული ამ TikTok-ში, ლაივებში არიან, ხო და კიდევ ერთხელ ვიტყვი, აი ზე და აი უშვებიან ერთმანეთს რა. გული აგერევა, მოკლედ, აი ადამიანის სახე დაკარგული აქვს უყველას. ხო და შემეცნებითი ვიდეოები და ეგეთი რაღაცები ძალიან ცოტაა. ანუ ადამიანისათვის სასარგებლო ინფორმაცია ძალიან ცოტა მოიძებნება ქართულ TikTok-ში. უმეტესობა არის ერთმანეთის დაცინვა, ერთმანეთის გინება, ერთმანეთის ფურთხება და შეურაცხყოფა. ხო და რა ვიცი, აბა. ეგრე მე მგონი შორს ვერ წავალთ. ცოტა დავინდოთ ერთმანეთი, მე მგონი ჯობია.